საღამო მშვიდობის არის Open Medis ეთერში ქართულენოვანი ამბების დროა და მე ანა ტანდარიანი გახლავართ. სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტი შეთანხმებულია და ახლა მისი პარაფირების ანუ წინასწარი ხელმოწერის იდეა განიხილება. პრესკონფერენციაზე ფაშინიანს არ დაუკონკრეტებია რატომ არ ფორმდება ხელშეკრულება დაუყოვნებლივ, თუმცა აღნიშნა რომ პარაფირება მენიუში არსებული ერთ-ერთი ვარიანტია. კითხვაზე რას გულისხმობს სომხეთის ტერიტორიაზე ნახიჩევანთან დამაკავშირებელი გზის აუთსორსინგი, პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ საუბარია გზის მართვისათვის ინვესტორის მოზიდვაზე, ისევე როგორც ეს ზვართნოცის აეროპორტსა და სამხრეთ კავკასიის რკინიგზის შემთხვევაში მოხდა. მისი თქმით, ინფრასტრუქტურა სომხეთის საკუთრებად დარჩება, ხოლო მართვის უფლება შეიძლება გადაეცეს კერძო კომპანიას. ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ამას სომხური კანონმდებლობა განაშენიანების უფლებას უწოდებს, თუმცა პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად სხვადასხვა იდეების განხილვისა, ამ საკითხზე საბოლოო შეთანხმება ჯერ არ არსებობს. მან კვლავ დაადასტურა, რომ სომხეთისათვის ნებისმიერი პროცესი მისაღებია მხოლოდ ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და იურისდიქციის პრინციპების დაცვით. სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით სომხეთის, რუსეთის და აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერების დონეზე შექმნილი სამუშაო ჯგუფი, რომელიც რეგიონული კომუნიკაციების გამბლოკვის საკითხებზე მუშაობდა, დიდი ხანია აღარ ფუნქციონირებს. ფაშინიანის თქმით, ჯგუფმა მუშაობა ტექსტურ უთანხმოებების, განსხვავებული ინტერპრეტაციების, პრაქტიკული პრობლემებისა და მხარეებს შორის ნდობის ნაკლებობის გამო შეწყვიტა. აღსანიშნავია, რომ სამმხრივი სამუშაო ჯგუფის ბოლო შეხვედრა გასული წლის ივნისში მოსკოვში გაიმართა. პატიმრობაში მყოფ ბიზნესმენ სამվել კარაპეტიანს ფულის გათეთრების ბრალდება წაუყენეს. ამის შესახებ მისი დაცვის საბჭო იუწყება. ადვოკატები ახალ ბრალდებას აშკარად უსაფუძვლოს უწოდებენ და აცხადებენ, რომ სომხეთში ფულის გათეთრების მუხლი პოლიტიკური ანგარიშწორების ინსტრუმენტად იქცა. მათივე თქმით, ნებისმიერი მიუკერძებელი დამკვირვებელისათვის ნათელია, რომ კარაპეტიანის წინააღმდეგ აღძრული საქმე პოლიტიკურ დევნას წარმოადგენს. სამվել კარაპეტიანი 17 ივნისს სომხური ეკლესიის მხარდამჭერი განცხადებების გაკეთებიდან რამდენიმე საათში დააკავეს. მას თავდაპირველად ბრალი ხელისუფლების ხელში ჩაგდებისაკენ მოწოდებებში დასდეს. კარაპეტიანი ბრალდებას არ აღიარებს. რამდენიმე დღის წინ სამվել კარაპეტიანმა ასევე ახალი პოლიტიკური ძალის შექმნის შესახებ განაცხადა. სომხეთის პარლამენტი განიხილავს კანონ პროექტს, რომელიც სამედიცინო პერსონალის მიმართ ძალადობისა და მათი საქმიანობისთვის ხელის შეშლის კრიმინალიზაციას ითვალისწინებს. მმართველი ფრაქციის მიერ ინიცირებული ცვლილებების თანახმად მედიკოს მუშაობისათვის ხელის შეშლა შეიძლება დაისაჯოს ერთ თვემდე თავისუფლების აღკვეთით, ხოლო ძალადობის მუქარის შემთხვევაში 2 წლამდე პატიმრობით. პარლამენტის ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარის არსენ თოროსიანის განცხადებით საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რომ მედიკოსებზე თავდასხმა ისევე დაუშვებელია, როგორც პოლიციელებსა თუ მაშველებზე. კანონპროექტის ავტორების თქმით, ეს ცვლილებები აუცილებელია სამედიცინო პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფელად და პაციენტების სიცოცხლისათვის საფრთხის შემცვლელი სიტუაციების თავიდან ასაცილებლად. სოფიაში სომხეთისა და ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა, რომელსაც მინისტრის მოადგილეები ვაჰან კოსტანიანი და ელენე შეკერლეტოვა ხელმძღვანელობდნენ. სომხეთის საგარეო უწყების ინფორმაციით მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს ორმხრივ პოლიტიკურ დიალოგს და განიხილეს თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები სავაჭრო, თავდაცვის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და სხვა სფეროებში. შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს სომხეთ ევროკავშირის პარტნიორობის გაღრმავების საკითხებზე. სომხურმა მხარემ მადლობა გადაუხადა ბულგარეთს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის დიალოგის მხარდაჭერისათვის. ვაჰან კოსტანიანმა ბულგარელ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია აზერბაიჯანთან და თურქეთთან სამშვიდობო პროცესების მიმდინარეობისა და სომხეთის მთავრობის ინიციატივების მშვიდობის გზაჯვარედინის შესახებ.
ევროკავშირის საბჭომ 2027 წლის 31 აგვისტომდე გაუგრძელა ვადა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებზე მაგდალენა გრონოს. ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლებს წარადგენს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში და ნიშნავს ევროკავშირის საბჭო. ამ გზით ევროკავშირი ახორციელებს თავის პოლიტიკას სპეციფიკურ რეგიონებსა და ქვეყნებში, აგრეთვე ცდილობს ხელი შეუწყოს განსაკუთრებული ინტერესის საკითხების მოგვარებას. სპეციალური წარმომადგენლები ასრულებენ აქტიურ როლს რეფორმების გაძლიერების, სტაბილურობისა და კანონის უზენაესობისაკენ მიმართულ ძალისხმევაში. ევროკავშირის პირველი სპეციალური წარმომადგენელი 1996 წელს დაინიშნა. დღესდღეობით ევროკავშირს ჰყავს 11 სპეციალური წარმომადგენელი. ისინი ხელს უწყობენ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის საქმიანობას. ევროკავშირმა საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციის შესანარჩუნებლად ვადა აგვისტოს ბოლომდე მისცა. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ვიზა ლიბერალიზაციის შესანარჩუნებლად რეკომენდაციების შესასრულებლად ვადა აგვისტოს ბოლომდე მიეცა. კალასის თქმით, ბრიუსელიდან თბილისისთვის გაგზავნილ წერილში მიცემულია 8 რეკომენდაცია, რომლებიც მათ შორის მოქალაქეთა ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და დისკრიმინაციის აკრძალვას ეხება. როგორც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირს არ სურს ქართველი ხალხისათვის ზიანის მიყენება, პირობების შეუსრულებლობას შესაბამისი შედეგები მოყვება, რადგან ეს ევროკავშირის სანდოობის საკითხია. მისივე თქმით, ეს აჩვენებს საზოგადოებას, რომ მთავრობა ევროპულ გზაზე არ დგას. აზერბაიჯანის პრეზიდენტის შეხვედრა სირიის დროებითი მთავრობის მეთაურ ალ-შარასთან ოფიციალური ვერსიით მხოლოდ ნავთობსა და გაზს ეხებოდა. ექსპერტების თქმით, აქ სინამდვილეში საუბარია უსაფრთხოების ახალი რისკების შექმნასა და ირანისა და სომხეთის საზღვრებთან ექსტრემისტული ჯგუფების გადაადგილების გეგმაზე. ბაქო ამ გზით ცდილობს გააფართოოს თავისი გავლენა რეგიონში და ამავდროულად გაამყაროს კავშირები თურქეთსა და ისრაელთან. ვნახოთ ჩვენი კოლეგის დავით გენჯოიანის მიერ მომზადებული ვიდეოსიუჟეტი. აზერბაიჯანის პრეზიდენტის გიულუსტანის სასახლეში სირიის დროებითი მთავრობის მეთაურის აჰმედ ალ-შარას, რომელიც თავისი ყოფილი მებრძოლის ცხოვრების დროს ცნობილი იყო როგორც აბუ მუჰამად ალ-ჯულანი და ილჰამ ალიევის შეხვედრა წარმოდგენილი იყო როგორც ენერგეტიკური თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკება. თურქეთის გავლით სირიისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება და სირიის აღმოსავლეთში ნავთობის საბადოების მოძიება კომპანია სოკარის ძალებით. თუმცა სისხლის ზღვრას მიჩვეული ამ პერსონაჟების პირისპირ შეხვედრა არ შეიძლებოდა სხვა ფენებს არ შეხებოდა. ალ-ჯულანის ვიზიტი ბევრად უფრო ღრმა მიზნებს ისახავს, რაც ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ კავკასიაში რთულ გეოპოლიტიკურ გადაჯგუფებებზე მიუთითებს. ისრაელის მედია საშუალებებმა, კერძოდ iOS-24-მა განაცხადეს, რომ ბაქოში გაიმართა საიდუმლო მოლაპარაკებები სირიის დროებითი მთავრობის წარმომადგენლებსა და ისრაელის მაღალ ჩინოსნებს შორის. ბაქოს როგორც შეხვედრების ადგილის არჩევა შემთხვევითი არ არის. ეს ირანისკენ მიმართული გზავნილია, რომელიც ასახავს თელ-ავივისა და ვაშინგტონის სტრატეგიას შეეცილონ თეირანის გავლენას რეგიონში. საიდუმლო გეგმაში, კერძოდ სირიელი ექსტრემისტების ზოგიერთი ჯგუფის ირანის საზღვრების მახლობლად მდებარე რეგიონებში გადასროლა აკեղծასაც այսօր Ալիևին ընտարապես გულწრფელად რომ ვთქვათ, დღეს ალიევს საერთოდ არ სჭირდება რაიმე დაქირავებული მებრძოლები. დიახ, არცახის ომში ეს საჭიროება იყო ისევ და ისევ. სხვადასხვა მონაცემებით მსხვერპლმა დაახლოებით 500-დან 600-ს მიაღწია, რაც ნიშნავს, რომ 1000-ზე და მეტი დაჭრილი იყო და ამან ფაქტობრივად დაეხმარა აზერბაიჯანს შეემცირებინა თავისი ოფიციალური დანაკარგები. ახლა ასეთი სამხედრო მიზანი არ არსებობს, სადაც ისინი შეიძლება რაიმე სასარგებლო იყვნენ აზერბაიჯანის არმიისთვის, მაგრამ აზერბაიჯანის 2018 წლის ოფიციალური განცხადების თანახმად, სირიაში ომობდა 1000-ზე მეტი აზერბაიჯანელი, რომლებიც რადიკალურ ფაქტობრივად ფრთებსა და სხვადასხვა ტერორისტულ ორგანიზაციებს შეუერთდნენ, რომლებიც შეიძლება აზერბაიჯანის წინააღმდეგაც იყვნენ მიმართული. ასევე ასობით აზერბაიჯანელი ომობდა ავღანეთსა და პაკისტანში და მათ, ასე ვთქვათ, დიდი გამოცდილება აქვთ ამ რადიკალურ კონტექსტში მუშაობისა. და როგორც სათამაშო კარტი, მომავალში როგორც მათ ეს 90-იან წლებში რუსეთთან გამოიყენეს, იგივენაირად შეუძლიათ გამოიყენონ ირანთან. მეტიც, ირანული წყაროების თანახმად ვიზიტის დროს განიხილეს დასავლეთში ერთდროს ტერორისტულად მიჩნეული დაჯგუფება ჰაიათ თაჰრիր ალ-შამის ძალების შესაძლო გადაყვანა სირიიდან კავკასიაში, კერძოდ ოკუპირებული არცახის ტერიტორიაზე.
ირანული სააგენტო მეჰრი ექსპერტებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ეს გეგმა, რომელსაც მხარს უჭერენ აშეში და ისრაელი, მიზნად ისახავს ბაქო ირანის წინააღმდეგ ოპერაციების პლაცდარმად აქციოს. სპეციალისტების აზრით, შემთხვევითი არ არის ალ-შარას ვიზიტი ბაქოში. აზერბაიჯანის ანტისომხური რიტორიკის ახლო აღმოსავლეთში და განსაკუთრებით სირიის ახალი რეჟიმის მიერ ოპონენტი უმცირესობების განადგურების პოლიტიკის გათვალისწინებით. სირიაში წამყვანი მოთამაშეები არიან თურქეთი და აზერბაიჯანი. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით პროპაგანდისტულ დონეზე ხაზს უსვამს სომხეთისა და ასადის კავშირს და გზავნილს უგზავნის სირიის ხელისუფლებასა და საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც მტრულად არის განწყობილი ასადისა და ირანის მიმართ. ეს რთულ პრობლემას ქმნის რეგიონულ ურთიერთობებში. ბევრი ირანული წყარო ამტკიცებს, რომ ისრაელმა 12 დღიანი ომის დროს აზერბაიჯანში განლაგებული სადაზვერვო ბაზები გამოიყენა. ეს მოვლენები ამწვავებს დაძაბულობას სამხრეთ კავკასიაში, განსაკუთრებით სიუნიკის პროვინციის გარშემო, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს როგორც სომხეთისთვის, ისე ირანისთვის. აზერბაიჯანის შუამავლური როლი თურქეთში, ისრაელსა და სირიას შორის ურთიერთობებში აძლიერებს მის პოზიციას როგორც რეგიონალურ მოთამაშის. თუმცა ეს პროცესები, მათ შორის ტერორისტული ძალების გადაყვანის გეგმები საფრთხეს უქმნის ირანისა და სომხეთის უსაფრთხოებას და ახალ რისკებს ქმნის სამხრეთ კავკასიაში. ამ კონტექსტში ალ-შარას ვიზიტი ბაქოში არა მარტო დიპლომატიური მოვლენაა, არამედ რთული გეოპოლიტიკური თამაშის ჯაჭვის ერთი რგოლი, სადაც აზერბაიჯანი თურქეთის მხარდაჭერით ცდილობს მაქსიმალურად გამოიყენოს თავისი პოზიცია და ამავდროულად გააღრმავეს რეგიონალური დაძაბულობა. ანალიტიკოსები ასევე დარწმუნებულნი არიან, რომ დაქირავებულ მებრძოლების გამოყენების გეგმებს უფრო ხშირად ბუმერანგის ეფექტი აქვს თავიდან ინიციატორებს. ეს იყო ყველაფერი, რისი მოყოლაც გვინდოდა დღეისთვის. მადლობა ყურადღებისთვის და გემშვიდობებით.